ბრალად იასახლის აქვს ნიგვზიანი ისპანახის მომზადების პატარა საიდუმლო. ყველა თავისებურად ამზადებს და დარწმუნებული ვარ ყველა გემრიელია. ამიტომ მოდით ნუ ვიჩხუბებთ ხახვი ცოცხლად უნდა თუ მოთუშული. უბრალოდ საყიდლების სიაში მოინიშნეთ ისპანახი. პირველ რიგში დიდი რაოდენობით ისპანახის ფოთლები კარგად გავრეცხოთ. ჩავყაროთ ადუღებულ ქვაბში და ვხარშოთ მანამ, სანამ ღერო არ დარბილდება. გადავიტანოთ საწურზე, შემდეგ ხელითაც კარგად დავწუროთ და დანის მეშვეობით კარგად დავკეპოთ. ან ხორცსაკებ მანქანაში გაატარეთ. არ არის პრობლემა. შევაზავოთ სანელებლებით, ძმრით, მარილი არ დაგავიწყდეთ, იგოზი, ნიორი, ხახვი და მცირე რაოდენობით ქინძი კარგად დავაბლენდეროთ. რაც შეგიძლიათ ხორცსაკები მანქანა მოიშველიოთ. ნიგვზიანი მასა გადავურიოთ ისპანახიან შესუნელებულ მასას და კარგად გავაერთიანოთ. გავსინჯა და მივხვდი რომ მარილი დამაკლდა. ამიტომ კიდევ დავუმატე და ბოლოს რა თქმა უნდა ბლომად მწიფე, წვნიანი და გემრიელი ბროწეულით მოვხდე. მე მგონია რომ ისპანახს ყველაზე მეტად მჭადი უხდება. მე მეგობრის მარიამ გაბაშვილის რეცეპტი მოვიმარჯვე და მჭადი გამოვაცხვა ღუმელში. გამოვიდა საოცრად გემრიელი კნატუნა და შიგნიდან რბი. მჭადის ფქვილი კი დედამთილმა იმერეთიდან ჩამომიტანა. ეს არის ჭეშმარიტი ქართული აპეტაიზერი, რომელიც რაიმე განსაკუთრებულ ნუსხაში უნდა მოხვდეს.